მოდით ვნახოთ მათ ეს სახარება, თავი მერვე მუხლი 5. მერვე თავის მერ 5 მუხლში წერია. როცა კაპერნაუმში შევიდა, ასის თავი მივიდა მასთან, შეევედრა. და უთხრა, უფალო, ჩემი მსახური სახლში მიწევს დაურდომილი და სასტიკად იტანჯება. უთხრა მას, მე მოვალ და განუკურნავ მას. მიუგო ასის თავმა და უთხრა, უფალო, არა ვარ ღირსი, რომ ჩემს ჯერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. ვინაიდან მეც ხელმწიფების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები, წადი მეთქი და მიდის. სხვას, მოდი მეთქი და მოდის. ჩემს მონას, გააკეთე მეთქი ეს. და აკეთებს. ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ისრაელშიც ვერ პოვე მე ასეთი რწმენა. ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და დასხდებიან აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან სათავსასუფეველში. ხოლო სასუფევლის ძენი გადაიყრებიან გარესკნელის ბნელში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ხრჭენა. და უთხრა იესომ ასის თავს, წადი და როგორც ირწმუნე, ისე მოგეგოს და იმავე საათში განიკურნა მისი მსახური. სწორედ ასეთ სამყაროში უნდა წავიდეთ, რწმენის სამყაროში. ზეციური მამა და ზეციური დედა ხორციელად მოვიდნენ ამ მიწაზე ჩვენ, შვილთა სახსნელად. 2000 წლის წინ ღმერთი ხორციელად მოვიდა ისრაელის მიწაზე. იმ დროს ის რწმენას უსვამდა ხაზს. თუ რწმენა გვექნება, ყველაფერი ისე შესრულდება, როგორც ჩვენ გვჯერა. ამიტომ გალატელების მე-6 თავში წერია, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის. რასაც დავთესავთ, იმ შედეგს მივიღებთ. ამიტომ რწმენა უნდა დავთესოთ. ისევე როგორც ასის თავმა, სისხლდენმა ქალმა და ორმა ბრმამ კარგი შედეგი გამოიღეს რწმენის დათესვით. ჩვენც უნდა გქონდეს რწმენა, როცა კაცობრიობა სიცოცხლის სახარებას ვუქადაგებთ. რწმენის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ, რწმენით კი ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია. ყველას გჯერათ, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა. არის თუ არა ბიბლიაში ღვთის რაიმე სიტყვა, რომელიც არ სრულდება? არაფერი. მაშინ ჩვენც ისევე უნდა ვირწმუნოთ, როგორც ასის თავმა და ორმა ბრმამ ირწმუნეს. თუ გონებაში ეჭვების მცირე მინარევიც კი არის, შედეგს ვერ მივიღებთ. უნდა გქონდეს წმინდა რწმენა. ასევე, ნუ გამოვცდით ღმერთს. მხოლოდ მისიის რწმენით შესრულებისას ღმერთი მოგცემს ძალას, რომ გადავარჩინოთ კაცობრიობა და მსოფლიო. ნახოთ ფილიპელთა. თავი მე-4, მუხლი 10. მე კი დიდად გავიხარე უფალში, რადგან ახლა კვლავ იწყეთ ჩემზე ზრუნვა. უწინად ზრუნავდით, მაგრამ ვერ ახერხდებით. გაჭირვების გამო არ ვამბობ ამას. ვინაიდან ვისწავლი იმით დაკმაყოფილება, რაც ამაქვს. ვიცი ხელმოკლეობაში ცხოვრება და ვიცი სიუხვეში ცხოვრებაც. მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს. გაძღომას და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას. ყოველივე ძალმიც ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში. პავლე მოციქულმა თქვა, ყოველივე შემიძლია ჩემი განმამტკიცებლის მეშვეობით. სიტყვა ყველაფერში მან იგულისხმა 10,000-ობით რამ, რაც ჩვენს სარწმუნოებრივ ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს. განა პავლე მოციქული ამ სიტყვებს ამპარტავნობით წერდა, რადგან გააცნობიერა, რომ ღმერთმა შეაძლებინა ყველაფრის გაკეთება. კაცობრიობის ხსნის საქმეში. ჩვენ, სიონის შვილები, ჩვენს როლებსა და ამოცანებს ვასრულებთ. გახსოვდეთ, ღმერთმა ყველაფერი მოამზადა და შეგვაძლებინა ამის გაკეთება.